წუთებში საქალაქოში ინდისის 8 პატიმრის ხდომა მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა პოლიციელი, რომელიც რეჟიმის საწინააღმდეგო აქციაზე ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ავტომობილის დაზიანებაზე საუბრობს. ზია ცერაძის მტკიცებით 15,000 ლარიანი ზარალი აქციის მონაწილეებმა გამოიწვიეს. თუმცა პოლიციელი ფაქტს არ შესწრებია, დაზიანებები არც შემდეგ უნახავს. ამ წუთებში კი იკითხება თბილ სერვისის თანამშრომელი, რომელიც ნაგვის ურნების დაზიანებაზე საუბრობს. სხდომის მასალას ოცნების აკრძალვის გამო ვერ გიჩვენებთ. დეტალებით კეთი ნადიბაიძე აგრძელებს საუბარს, რომელიც საქალაქოს მიმდებარე ტერიტორიიდან გვიერთდება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის გამოკითხვაც არის ამ მომენტისთვის დასრულებული. სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურამ გამოკითხა 2 მოწმე. ეს არის როგორც გითხარით თბილ სერვისის ჯგუფის თანამშრომელი და მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტი, რომელმაც ილაპარაკა აქციების მიმდინარეობის პროცესში 2 მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით შკოდას მარკის 2 ავტომობილზე, რომელსაც საერთო ჯამში, როგორც მან განაცხადა, დაახლოებით 15,000 ლარის ზიანი მიადგა. რაც შეეხება თბილ სერვისის ჯგუფის, ანუ დასუფთავების თანამშრომელს, მან განაცხადა, რომ დაზიანდა ასევე აქციების განმავლობაში ნაგვის ურნები და ზიანი მისი განცხადებით, როგორც მისმა სამსახურმა დათვალა, არის დაახლოებით 147,000 ლარი. ხაზგასაცმელია ის მომენტი, რადგან ყველა მსგავსი შინაარსის შეკითხვა არაერთმა ადვოკატმა დასვა 2 მოწმესთან მიმართებაში დღეს, ან მანქანების დაზიანების შემთხვევაში, ან ნაგვის ურნების დაზიანების შემთხვევაში იკვეთება თუ არა რომელიმე ბრალდებულის შემხებლობა, თუმცა ვერც ავტომობილებთან მიმართებაში და ვერც ნაგვის ურნებთან მიმართებაში 8 ბრალდებულიდან ვერც ერთის შემხებლობა და დანაშაული იკვეთება. ამას უსვამენ ხაზს სწორედ ადვოკატები. ამ წუთებში, როგორც გითხარით, სხდომაზე შესვენება არის გამოცხადებული და დაახლოებით 9 საათში განახლდება. მანამდე მოგიყვებით იმის შესახებ, რომ ამავე სხდომას ატარებს და ეს საქმე აბარია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, რომელმაც დღეს დილით გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა ყველაზე პატარა დემონსტრანტის 19 წლის საბა ჯიქიას შემთხვევაში და ის 4 წლითა და 6 თვით გაუშვა ციხეში. დღეს უკვე სხვა დემონსტრანტების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ კი აქამდე რაიმე იმედი მაინც ჰქონდათ სამართლიანი განაჩენის და გადაწყვეტილების, თამარ მჭედლიშვილის მხრიდან ახლა ამბობენ, რომ მათი ეს მოლოდინიც უკვე აღარ არსებობს. დღეს ზუსტად ვფიქრობდი რასიზმ და მჭედლიშვილი და ხვდები, რომ მჭედლიშვილიც არის ისეთივე დავალებული ვიღაცისგან ზემოდან, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენ უფრო ძლიერდებით, მიუხედავად იმისა, რომ გული შინაგანად გვტკივა და გვენანება ეს ბავშვები, რისთვის ადამიანებს საიდან სად უშვებენ, რანაირ კოლელებს და ვიღაცას იარაღი აღმოუჩინეს ვიღაცა და რა დააშავეს ამათმა ესეთი, რომ 5 წელი თურმე ციხე უნდა მოიხადონ. არ მოიხდიან 5 წელი, დამთავრდება ეს სასამართლოები, ჩვენ შვილსაც მიუსჯიან და მერე გვიყურონ ჩვენ ამათმა. დღეს საბა იყო ძალიან მხნედ, სიტყვაც თქვა, ძლიერი ბიჭები არიან და ამისთვის მადლობა ბიჭებო თქვენ. იცით რომ არც 4 და 5 წელი იქნებით ციხეში, ასე რომ რეჟიმი დიდხანს ვერ არსებობს და მალე დასრულდება რუსეთის დამპალი იმპერია. ძლიერი ბიჭები ხართ, ჩვენც ძლიერი დედები ვართ, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ დასკვნითებზე არ უნდა ვიტიროთ და არც ვიტირებთ. ასე რომ ზვიად და ბიჭებო, პირობას დედები შევასრულებთ და თქვენ ჩვენ თვალზე ცრემლს ვერ დაინახავთ. 8 დემონსტრანტის საქმის განხილვა გაგრძელდება დაახლოებით 9 საათში. როგორც გითხარით და ზეპირ სიტყვიერად მოგიყევით, 2 მოწმე გამოიკითხა ამ დრომდე. ჩვენ ვერ თავაზობთ სხდომაზე გადაღებულ მასალას და კითხვა-პასუხს თუ რა ხდებოდა უშუალოდ სხდომაზე, როგორი იყო პროკურორის თუ ადვოკატების შეკითხვები და რა კონკრეტული პასუხები გასცეს მოწმეებმა, რადგან როგორც იცით, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს სასამართლო სხდომებზე გადაღების უფლება და შესაძლებლობა და ამიტომ ზეპირ სიტყვიერად გიყვებით განვითარებული პროცესების შესახებ.